შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულდება, თუმცა დონალდ ტრამპის ბრძანებით შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები კვლავ რეგიონში რჩება და თუ ირანი პირობებს დაარღვევს, რეაგირებაც მოყვება. მხარეები მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ მათ შორის 10 პუნქტიან წინადადებებთან დაკავშირებით შეუთავსებლობამ იჩინა თავი, 11 აპრილს ამერიკა ირანის დელეგაციები ისლამაბადში მოლაპარაკებებს დაიწყებენ. შეხვედრა სამხედრო ბაზაზე პაკისტანის არმიის მიერ დაცულ ტერიტორიაზე გაიმართება. გაუგებრობა ირანის 10 პუნქტიანი წინადადებების 3 ვერსიის არსებობას მოყვა. თეირანი ამტკიცებს, რომ შეთანხმების 3 პუნქტი დაირღვა, მათ შორის ლიბანთან დაკავშირებით, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზეც უნდა გავრცელებულიყო. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გარიგება მხოლოდ ირანზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ისრაელზე ფოკუსირებული იყო. ძალიან არაკეთილსინდისიერი პროპაგანდა მიმდინარეობს და ეს ყველაფერი მოდის გაუგებრობიდან. ირანი ფიქრობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავდა, მაგრამ არ მოიცავდა. ჩვენ არასდროს მიგვიწია პირობა, რომ ლიბანი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი. ჩვენ ვთქვით, რომ ზავი ფოკუსირებული იქნებოდა ირანზე, შეერთებული შტატების მოკავშირეებზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ისრაელზე. გულახდილად ვიტყვით, თუ ისინი გარიგების ნაწილს დაარღვევენ, სერიოზული შედეგების წინაშე დადგებიან, რაც შეეხება 10 პუნქტიან წინადადებებს. 3 სხვადასხვა ვერსია ვნახე. პირველი 10 პუნქტიანი წინადადება, როცა წარმოადგენს, ვფიქრობდით, რომ სავარაუდოდ ChatGPT-ით იყო დაწერილი. ეს ვერსია მაშინვე სანაგვეზე აღმოჩნდა. იყო მეორე 10 პუნქტიანი, უფრო გონივრული და ეფუძნებოდა ზოგიერთ მიმოწერას ჩვენ შორის. სწორედ ამას დაეყრდნო პრეზიდენტი. ნახე მესამეც, რომელიც უფრო მაქსიმალისტური იყო ვიდრე პირველი და ის ვრცელდება სხვადასხვა სოцქსელში. ისრაელი ლიბანში ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. გუშინდელი მასირებული დარტყმების შემდეგ ისრაელის ავიაციამ ქვეყნის სამხრეთით ჰეზბოლას მიწისქვეშა გვირაბების ქსელი ააფეთქა. დაიბომბა დაჯგუფების სხვა ობიექტებიც. ლიკვიდირებულია ჰეზბოლას სამხედრო მეთაური 8 ტერორისტთან ერთად. ისრაელი ლიბანის სამხრეთით უსაფრთხოების ზონას აფართოვებს. ქვეყნების ნაწილი კი მოითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზეც გავრცელდეს. ჩვენ მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტას, გვინდა რომ შესრულდეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ. გმობთ ესკალაციას ლიბანში. გვინდა რომ ისრაელ-ლიბანის კონფლიქტი მოქცეული იყოს ცეცხლის შეწყვეტის პირობებში, რადგან გვინდა სტაბილურობა დაბრუნდეს მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. 4 წელია უკრაინაში რუსეთის აგრესია მიმდინარეობს. ვხედავთ საშინელ ჰუმანიტარულ სიტუაციას ლიბანში, უამრავი დაღუპული და დაჭრილი. ჰეზბოლა ამძაფრებს ომს, რომელიც არც ლიბანის მთავრობას და არც ლიბანელ ხალხს არ სურს. ამ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობებში ესპანეთის საგარეო პოლიტიკას 3 მკაფიო ამოცანა აქვს. პირველ რიგში უნდა შეწყდეს დაბომბვები და ზავი უნდა გავრცელდეს ლიბანზეც. მესამე, ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე. დღეს ასევე ვაცხადებ, რომ დავავალეთ ჩვენს ელჩს, რომ დაბრუნდეს თეირანში, საელჩოს გასახსნელად. ლიბანის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება არ უნდა დაირღვეს. მშვიდობიანი მოსახლეობა და მათი ქონება უნდა იყოს დაცული. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და გამოიჩინონ თავშეკავება, რომ ხელი შეუწყონ სიტუაციის დეესკალაციას რეგიონში. ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან ჩინეთი აქტიურად მუშაობდა მხარეებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, კონფლიქტის დასრულების ხელშესაწყობად. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტას გამოიყენებენ როგორც შესაძლებლობას დავები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებით მოაგვარონ და დაასრულონ კონფლიქტი. ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურულია. ირანმა დღეს განაცხადა, რომ დღეში მხოლოდ 15 გემს გაატარებს. გამოაქვეყნა სრუტეში საზღვაო მარშრუტების ოფიციალური რუკა. მას ნაჩვენებია, რომ გემებმა ირანის სანაპიროსთან უფრო ახლოს უნდა იმოძრავონ. ამით პირველად დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი მარშრუტები საზღვაო ნაღმების გამო სახიფათოა. დონალდ ტრამპის მთავარ მოთხოვნად სრუტის გახსნა რჩება და ევროპელი მოკავშირეებისგან ჩართულობას მოითხოვს. ბრიტანეთის ინიციატივით შეიქმნა კოალიცია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის განახლებაზე მუშაობს. სრულად უნდა აღდგეს თავისუფალი მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც არანაირ შეზღუდვას არ უნდა დაექვემდებაროს. ეს რჩება შეთანხმების შესრულების პერიოდში ყველაზე კრიტიკულ საკითხად. ვინაიდან თუ ირანი მიმართავს დამატებით ტარიფებს ტრანზიტზე, მას ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. ამიტომ იტალიის, ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორების ინტერესია, რომ მიმოსვლა სრუტეში სრულად განახლდეს. ჩვენ ბრიტანეთის მიერ შექმნილ კოალიციასთან ერთად მუშაობთ, რომ შევქმნათ უსაფრთხო პირობები თავისუფალი ნავიგაციისა და მარაგების ტრანსპორტირების აღსადგენად.
ხაზგასმით აღნიშნე, რომ ჰორმუზის სრუტე მთელი მსოფლიოსთვის ლოგისტიკური და საერთაშორისო ტვირთების ჰაბია. მოვითხოვეს სწრაფი ნაბიჯების გადადგმა ყველა გემის, მათ შორის იაპონიასთან დაკავშირებული ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ცეცხლის შეწყვეტა დროებითი კი არა, არამედ მუდმივი უნდა იყოს. ამასთან უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ იყო ჩვენი ომი, მაგრამ უკვე აქვს ჩვენს ქვეყანაზე გავლენა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტე იყოს გახსნილი. ბევრი სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი. ლიბანში გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშებს გუშინ 254 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი ლიბანთან ჰეზბოლას განიარაღებასა და მშვიდობიანი ურთიერთობის დასამყარებლად პირდაპირ მოლაპარაკებებს იწყებს. შესაბამისი დავალება ბენიამინ ნეთანიაჰუსგან ისრაელის კაბინეტმა უკვე მიიღო.